და აი ერთ-ერთი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკეთებელი ჩვენი ეს არის მოწყალება. მოწყალე ბუნება, აი იყავით მოწყალე, ვითარცა თქვენი მამა, ზეცად აი მოწყალი არის, ეს მოწყალე ბუნება, რომელიც აუცილებლად უნდა ვლინდებოდეს ჩვენ მოყვასთან ურთიერთობაში. და აი პავლე მოციქული როგორ ამბობს, ამასაც გეტყვით თქვენ, მოწყალება ადამიანს, მოწყალე რომ იყოს უჭირს. მოწყალებაში მარტო მატერიალური მოწყალება არ იგულისხმება, თუმცა ესეც იგულისხმება, მაგრამ მარტო ეს არ იგულისხმება. ანუ ადამიანს ისი შესაძლებლობაც აქვს, რომ სხვას დაეხმაროს, ყველაფერი იგულისხმება. და სხვათა შორის ესეც აქ ისწავლება, ოჯახში ისწავლება, აი რატო არის ხო, რომ ადამიანი რომ ძმის ან დის გარეშე იზრდება, დედის ერთაზე ამბობენ ეგოისტიაო, რატო? იმიტომ რომ შეიძლება ძალიან კარგად აღზარდონ. ძალიან კარგად აღზარდონ. მაგრამ მას უნარჩვევები რომ გაუყოს, უნარჩვევები ბავშვობიდან არ ეძლევა და მან ძალიან დიდად უნდა იმუშაოს მე საკუთარ თავზე რომ ეს შეძლოს. მას აკლია რაღაც, ბუნებრივად აკლია. გესმით? ამიტომაც და ზოგადად ეხლა ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენში ეგოიზმი ძალიან ფევს გამდგარია. ამიტომაც ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში გვიჭირს ვიყოთ მოწყალენი. და ამას ჭირდება სწავლა, ბრძოლა საკუთარ ეგოიზმთან. ბრძოლის გარეშე არაფერი გამოვა. აქ არის გენეტიკური მემკვიდრეობა, აქ არის აღზრდის პრინციპები და ასე შემდეგ, მაგრამ როცა ადამიანი აცნობიერებს, რომ ის ქრისტიანია, მე ის თავის თავში იწყებს ძიებას და აღმოაჩენს უამრავ მანკიერებებს და მასთან მიზანმიმართულად იბრძვის. და მე ღმერთი ეხმარება. თუ ეს ბრძოლა არ დაიწყო, მაშინ ღმერთი მას არ შეეწევა.